დილამშვიდობის ამოგესალმებით ყველას, ვინც გადაწყვიტეთ მუსიკას დილაობით უსმინოთ მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი შესრულებით. ჩვენი ჰიტაღლუმის მესამე პოზიციაზე მოყალათებული ჯგუფი პორნო პოეზია შემოგთავაზებ დღეს თავის კომპოზიციას სახელწოდებით ასტამბურა. ვისაც გესწროთ ეს მამაკაცის სახელი, ალბათ ხვდებით, რომ ძალიან დიდი სატირა დევს ამ ყველაფერში, თუმცა რამდენად პორნოგრაფიული პოეზია ამ მუსიკას გავიგოთ სულ ცოტა ხანში, დარჩით გვიყურეთ, ჩვენ ცოცხლად გიმყურებთ და დაგიკრავთ. დილამშვიდობისა მოგესალმებით, ვინც გადაწყვიტეთ რუსთავიორის დილის გადაცემასთან ერთად უსმინოთ მუსიკას მხოლოდ ცოცხალი შესრულებით. რამდენიმე ნაბიჯს გადადგავ თუ არა, აუცილებლად რაღაც ჟღრიალი მოყვება, იმიტომ რომ ესეთი თეთრი, ძალიან სიმპათიური ფორმის პერკუსიებით გაიჟღერებს დღეს საკმაოდ პორნოგრაფიული პოეზია ცოცხალ მუსიკაზე. ამ ყველაფერზე მოდით დავეკითხოთ პირველ რიგში ჯგუფის ლიდერებს და პირველ რიგში ამ პერკუსიის მფლობელს. დილამშვიდობისა, გურამ, მოგესალმები, დიდი მადლობა ჩვენთან ერთად რო ხარ. მოდი გვითხარი, რამდენად პორნოგრაფიულია მართლა ის პოეზია, რაც უდევს საფუძვლად თქვენს მუსიკას. იმდენად პორნოგრაფიულია, რამდენად პორნოგრაფიულადაც აღიქვათ ამ მუსიკას. სიმღერა სახელწოდებით ასტამბურა, ეს ალბათ მაყურებელი უკვე მიხვდა, რომ მამაკაცის სახელია ცნობილი სიმღერიდან ტრუილალა, სფული რა თუნდა, ასტამბურს სფული რა თუნდა. აბა რა უნდა ასტამბურს გითხარი? თორნიკე. ასტამბურს უნდა დალევა, ქალები, გართობა, ყველაფერი ღიპი უნდა ასტამბურს მართალია. მაგრამ ეხლა აქ რო გიყურებთ, არც ერთი არ ჩანხართ, ესეთი ღიპიანი და ესეთი მსმელი და ვინმე სხვა დაცინით, რაღაც სატირას აქვს ადგილი? კი, ნამდვილად ეგრე არის, სატირას აქვს ადგილი, ზუსტად ჩვენ ამ სიმღერით დავცინით იმ ხალხს, ვინც რესტორნებში ატარებს დროს და მარტო ეს გონია მთელი ცხოვრება და მე ვერ დავიჯერებ, რომ შეიძლება ძალიან დიდი ღიპები არ გაქვთ და ძალიან ბევრს არ სვამთ, მაგრამ ალბათ თქვენს დადიხართ რესტორანში. რას ერჩით ამ ასტამბურას, აბა უფრო ზუსტად? რა თქმა უნდა, რესტორანში დავდივართ რა, მაგრამ რესტორანში ხა ყველა ადამიანის საქმე არის, სადაც უნდა იქ წავდა, რომ ხელ ღიპიც უნდა იმდენი ხელ კონდეს, ხა მაგას არ აღნიშნულობ. თავარია რომ აი ეს ასტამბურასნაირი ტიპები შემოდიან შენ პირად სივრცეში და შენ გაწუხებენ რა. ესე იგი შენ გულისხმობ შარიან ნამთვრალებ ღამენათებ ასტამბურებზე. კარგი, მოდი აბა გავარკვიოთ. კარგად რომ დალევს და კარგად რომ შეზახორშდება, ასტამბურას კიდე რაღაცები უნდება, ხო? რა ხდება თქვენ სიმღერაში, როგორ გრძელდება? შეიძლება ეგ რო ვთქვათ, რა უნდება მერე? დილის ეთერია, მან შეიძლება ბავშვები უყურებდნენ. გაი, ნუ სიმღერაში ხო მაინც გაიჟღერებს. მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ეს ჯგუფი სხვათა შორის ძალიან ისეთი ახლად გამომცხვარი ჯგუფია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენი პროექტი სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მათ ანგარიშზე მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მუსიკალური კომპოზიცია აქვთ. ერთ-ერთი პირველი, რომელიც მზად ჰქონდათ უკვე ჩაწერილი და რომელიც შევძელით ჩვენს ჰიტაღლუმში დაგვეტრიალებინა, სწორედ ეს კომპოზიცია. მე მინდა სულხანს მივესალმო, დილამშვიდობისა სულხან. დილამშვიდობისა სული საქართველოს. კბილებს იხეხავდა ეხლა სანამ ისე ადრეა ძლივს გამოვაფხიზლეთ. მოდი მოგვიყევით თქვენ ჯგუფზე, როგორ შეიკრიბეთ, სად იპოვეთ ერთმანეთი? ეს პეტერბურგში არ მოხდა რა, თბილისში მოხდა ყველაფერი. რა ხდებოდა ეხლა? თორნიკე და გიორგი არიან ჩვენი ჯგუფის ფუძემდებლები, ასე ვთქვათ. ყველა ჩვენ ჯგუფს ფუძე აქვს ხალხური სიმღერებიდან. ისინი ხალხურ სიმღერებზე დადიოდნენ ერთად, მე ოღონდ ცალკე, სხვაგან არ მომწონდა თავიდან ამათი ანსამბლი. და რამოდენიმე ხნის შემდეგ გაიგო რომ თურმე თორნიკე ჩემი ბავშვობის მაგაცი ყოფილა, მე მანამდე არც მახსოვდა ეს, არც მას არ ვახსოვდი და სხვა მეგობარმა შეგვახვედრა და ესე როგორც ეხა მაყურებელმა ჩვენ ერთად გაარკვია, რომ ჩემთან ერთად გაარკვია ხალხური სიმღერებისგან უცებ პორნო პოეზიაზე რა ხდება, რა ნაბიჯებს დგამთ, რაღაც იმპროვიზაცია მოგინდათ, როგორც ჩანს, ხო? კი, როგორი რამეა, ხალხური გავლენა აქვს თქვენს სიმღერებს სხვა შემთხვევაში? ხალხური გავლენა არ აქვს, მაგრამ როგორი რამე ხალხური სიმღერები ჩვენ როდესაც ვღეროდით, ისეთი კაცრი არის, ანუ კოსმოპოლიტურია ძალიან და იმპროვიზაციის საშუალებას ნაკლებად იძლევა, არის ის, რაც უნდა იყოს, უნდა იმღერო ის და ჩვენ ავიცი აღმოვაჩინეთ, რომ თურმე გიტარასიც შეგვიძლია დაკვრა ბარაბანზეც ხმა. მოდი ახლა მივიდეთ დასარტყამთან ბოდიში და გავიგოთ იმპროვიზაცია მოგვინდაო ბიჭებსო, შენ გაქვს რაღაც იმპროვიზაციისთვის აქ ცალკე ტაქტები, ხო, ამ კომპოზიციაში მე უკვე შევამჩნიე რეპეტიციის დროს და შენ ხალხურთან გაქვს რამე კავშირი? კი, ადრე მეც ვღეროდი და ბოლოს მივიყევი სულხანის აზრს და ამათ აზრს და ეს დავიწყე დაკვრა.
და ეხლა ჩვენ და შევიჭრათ ერთი მამაკაცის ტერიტორიაზე, რომელიც მკაცრად არა, მაგრამ საკმაოდ განსაზღვრულად არის შემოსაზღვრული, არც მეტი, არც ნაკლები. ყვითელი, ძალიან მკაცრი ზოლით, რომელსაც აწერია პოლიციის ხაზი, გთხოვთ არ გადაკვეთოთ. მაგრამ თავარი არც ის მარტო ეს არ არის, თავარი არის ის, რომ რაღაცა ძალიან სიმპათიური, ძალიან ქალური, ძალიან რომანტიული სიმბოლო ამშვენებს მისი გიტარის ქამარს. მოგვიყევი ხა რა ვარდია ეს, ვინ გაჩუქა? ეს ვარდი მე თვითონ შევიძინე და ეს აღნიშნავს ჩემს მიდრეკილებას და დამოკიდებულებას უმანკოებისადმი. უმანკოებისადმი და პოლიციის არ შეეხოთ ჩემს უმანკოებას. ნუ შეეხებით. ნუ შეეხებით. თორნიკეს უმანკოებას სიმღერაში ასტამბურა, რომელსაც თქვენთვის ასრულებს თქვენივე მოთხოვნით. მესამე პოზიციაზე გასული ჯგუფი პორნო პოეზია. მაშასე გითმობთ ასპარეს.
დიდი მადლობა, ეს იყო ჯგუფი პორნოპოეზია, კომპოზიციით ასტამბურა, რომელიც თქვენი ხმების შედეგებით მესამე პოზიციაზე იყო ჩვენ სიტაღლუმში. ისინი სხვათა შორის კიდევ რამდენიმე სიმღერას ამზადებენ მომავალი კვირების ათეულებისთვის, ასე რომ მათ შემოქმედებას მომავალშიც მოусმენთ და რაც თავარია, გავერთობით მათთან ერთად. ხვალკი მთვარის კლუბი ჩვენი სიტაღლუმის მეორე ადგილზე გამაგრებული ჯგუფი შემოგვიერთდება, საკმაოდ დიდი ხანი არ მოგისმენიათ, ამიტომ დარჩით და გაატარეთ დილა რუსთავიორზე ხვალ. იმიტომ რომ მოისმინოთ მივიწყებული სიმღერებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კარგად გაჰიტებული წვიმა.